მოგესალმებით აბონციციაში შოუ გრძელდება დილის საუბრებით ჩემო ძვირფასებო. ერთი კვირა კი გაგვიცდა, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა, უნდა შეშერებულიყო ცეცხლი არ შეჩერდა და ტრამპი გაგიჟებულია. კაცი ამბობს, რომ ვიცნობდი ამ პუტინს გადასარევად მოვწონდი, მასაც მოვწონდი, მეც მომწონდა, მაგრამ თუ ამ თამაშებს და ამ მოქმედებებს გააგრძელებს, მე ცოტა სხვანაირად ვიმოქმედებ ამბობს, არ მომწონს, რასაც აკეთებს პუტინი, მე მას ვერ ვცნობ, თითქოს ეს კაცი გამოცვალესო. ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ ამერიკელები სულაც არ არიან ბედნიერები, რომ ტრამპი ძალიან დიდ დროს უთმობს უკრაინის საკითხებს და საერთოდ საგარეო საკითხებს, იმიტომ რომ ტრამპმა საკმაოდ მონჯღრეული ეკონომიკა და საკმაოდ მონჯღრეული ამერიკა ჩაიბარა და ერთადერთი პრეზიდენტია მსოფლიოში, რომელიც ამდენ ბრიფინგებს, ინტერვიუებს, ლაივებს ატარებს, არ უშინდება არც Deep State-ის ჟურნალისტებს, რომლებიც დემოკრატებმა მიუსიეს, არავის ყველაზე გათახსირებულ ქალ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ ისე, იმიტომ რომ მართალი კაცია, არაფრის არ ეშინია და მაგარი კაცია მოკლედ. დონალდ ტრამპი არის ჩვენი საქართველოს მეგობარი, ასე იყო ყოველთვის, ყოველ შემთხვევაში მიშას დროს ასე იყო. ეხლა მეც დავიღალეთ, თქვენც დაიღალეთ, ყველანი დავიღალეთ, რომ ველოდებით, რომ რაღაცა გვეშველოს, ხო, მუხტი ჩააღვარდა, ჩააკვდა, მაგრამ ნახეთ, ორად აქცია იყო ამერიკის მეგობარი აქტთან დაკავშირებით და როგორი სიხარულით აფრიალეს ჩვენი ფოტოები და მე არ ვეყავ იმ ფოტოზე სამწუხაროდ, მაგრამ არავითარ ვინჩივის ჩემ თავს ჯო ვილსონმა მოსმენაზე. კაცო, საქართველო მიბმულია მსოფლიო ამბებზე. აი მარტო რო იდგეს საქართველო კიდე ხო ეხლა წამოვიდა აქ Deep State-ური ხო არიან საქართველოშიც Deep State-ის მიმდევარი სასტავი. აი ეს სხვადასხვა ნაცებშიც არის, ოპოზიციაშიც არის ბევრი ესეთი აი აქციებზე ვთქარა. აი ეხლა აი ამ სამკუთხედში ტრამპი, საქართველო, რუსეთი, უკრაინა ტრამპი დათმობს საქართველოს, იმიტომ რომ ნახე აზერბაიჯანი უკვე თავისია, ჯიბეში ყავს სასომხეთი, ჯიბეში ყავს და ახლა თბილი საქართველოს დათმობას რა უდგას წინ. არა გენაცვალე თქვენ არ იცნობთ კარგად ტრამპის ხასიათს, ის საქართველოს არ დათმობს და თუ ახლა ჩვენ ესე გულზე ხელი დავიკრიბეთ და გვინდა რომ დათმოს, მაშინ დათმობს, მაგრამ ადამიანი იღწვის იმისთვის, რომ დაგვიხსნას რუსეთის კლანჭებისგან. დავაცადოთ ჩინეთის სანქციების დამთავრება სჭირდება 90. შენგელი დაშინა ბდაში შენგელი სუსიან დამთაში რადამ მოგდის ეხლა იმ აბონციციაში უყურებს თელი ამერიკის სპეცსამსახურები, რუსეთის სპეცსამსახურები, ჩვენები ხო შედან და кайფობენ და ჯიგრები ხარ ბიჭებო. ამიტომ ეხლა იმელი ცოტა გავიბრანჭე რაღაცა მაგიაჟი გავიკეთე, არ გეკონოთ რომ ეს მაიკა 5 წელი მაქვს სხვადასხვა მაჩუქეს ჩემი სახელობის და ვითომ ლიდერი. ხო, ლიდერზე გამახსენდა სხვადასხვა საერთოდ საქართველოში ლიდერს ყოველთვის ამზადებდა America, of course. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე ფეხებზე ეკიდა ლიდერი და 12 წლის განმავლობაში ჩემო სიხარულებო ლიდერი ვერ გამოიჩეკა, თუ კი ვინმე იყო ყველა გაიყიდა, გამოიყიდა, ახლა გვარებს აღარ ვიტყვი, გააქრეს პოლიტიკიდან და ვაიმე ბაჩიაშვილს რა უნდა და წითელხიდზე ახლა წამლის ასაღებად რო არ იყო წასული იასნია, ხო? ის ხომ არ არის გიორგი ბწყინვალე? სანქცია თუ ტარიფი თუ რაც არის ეხა სიტყვებზე არ გამომეკიდოთ რა ძალიან გთხოვთ და ვაიმე ეს ევროპა ძლივს გამოიღვიძა რა კაი განცხადება გააკეთა მერცმა ხო ნახეთ რომ საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა, გერმანია მოხსნია ყველანაირ შეზღუდვას უკრაინის შეერაგებასთან დაკავშირებით ძალიან მაგარი რაღაცა არის ესაც შემობატონო მაგრამ თუ ხომ იცით რომ ევროკავშირი რო არ იყოს ევროკავშირი რუსეთი მშიერი მოკვდებოდა ევროკავშირმა აი ამ თავისი
დებილური სავითომ სანქციებით ვისაყლევებს ბატონო. Გაამდიდრა ეს ჩვენი რუსეთი, გაამდიდრა, მაგრამ არა. ყველაფერი თავის ადგილას ჩადგება, მეგობრებო, უბრალოდ ჩემი თხოვნა ის იქნება, ვეღარ დავიწყებ, რომ ყველა აქციაზე მივიტანოთ ამერიკის დროშები და იმას ვქნა და ამას გასაგებია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მოთმინებით აღვიჭურვოთ, მოთმინებით დაველოდოთ ტრამპის გენგეგმას. ნახვამდის.